დილამშვიდობის სახალხო. ერთი ამბავია ჩემს მარათონში. ახალი ციფრი დავინახეთ სასწორზე. ძალიან გახარებული ვარ, ამას ვარ. ახალი ციფრი დავინახეთ სასწორზე, გახარებულები ვარ და ერთი ამბავი ვარ. ხო და ასეთ კილებო და კარგებო. ეხლა მინდა მეყავა, გავიკეთე. მოიცა იჭიქა მგონი იქით არის ერთი წუთი. მოიცა კატა ერთი წუთი შეჭამოს ბონიმ და მერე შემოდი. ესე იგი თავის საჭმელს ხო ჭამს. ბონის საჭმელსაც ესაჭამს და მერე იმას შვები ვუმალა ბონის საჭმელს. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ჭამს, ძალიან ნელა და ძალიან დიდხანს მაქვს ხოლმე ამის საჭმელი რა და ეს კატარო ეტაკება. გამითავა 2 კვირას. ხო და ეხა ორივე საჭმელს მე ვერ ვიყიდი ესეთ სისწრაფის. მაშინ როცა ის ლობიოსაც გიჭამს, ლობიოს. ყველაფერს საჭამს. ხო და ამიტომ ბონის საჭმელი ზემოთ მაქვს, ნახე. ზემოთ მაქვს ხოლმე ბონის საჭმელი ამოდგმული. შემოგიშებ კაცო მაცარეთ ხო. რა ისა, ამან არის მასქნას. ეს არ დაეპატრონოს. როგორც ეშმაკები. აი კვლევები ხო ჩაატარეს მაგაზე რომ 2 კატეგორიის ადამიანები რო ყავდათ რა და ერთმა ჯანსაღი დეფიციტი ყველას ქონდა ნორმალური წონა დასაკრები არც ერთს არ ქონდა და ერთმა კატეგორიამ ჯანსაღი დეფიციტით დაიკლო წონა და ანუ თავის ნორმის ქვემოთ დაიკლეს წონა და მეორე კატეგორიამ დაიკლო შიმშილით ანუ ძალიან დაბალი კალორიაჟით რა ოღონდ ისეთი გარემო ქონდათ რომ ის იქ ვერ შეძლებდა რამე დამატებით ეჭამა იმას აძლევდნენ და მორჩა ხო და ესა ეგეთი რაღაცა მოხდა რომ ის ადამიანები ვინც შიმშილით დაიკლეს წონა რამდენიმე თვის შემდეგ 8 კვირდებოდნენ კი 6-8 კილო მოიმატეს თავის ნორმის ზემოთ ანუ დაკლებული ხო აინაზღაურეს და პლუს 6-8 კილოგრამი მოიმატეს ზემოთ და რადგან ესენი იყვნენ ადამიანები რომელსაც არც კვებითი დარღვევა ჰქონდათ არც არასდროს დიეტაზე არ ყოფილან 1 წლის შემდეგ თითქმის ყველა დაბრუნდა ისევ თავის წონაზე ნუ პლუს მინუს სადღაც 2-3 კილო მაგრამ აი ესეთი წონის სხვაობა მოხდა როცა ადამიანებმა იშიმშილეს და როცა ჯანსაღი დეფიციტი ჰქონდათ პლუს სადღაც 2-3 კილო მოიმატეს, ოსე ჩვეულებრივად ჭამა დაიწყეს, ანუ თავის ნორმაზე ავიდნენ და მერეც ანუ ინარჩუნებდნენ თავის ნორმას. ანუ ხა ეს იგავი რის შესახებ არის, რომ შიმშილობით დაკლებული წონა უკან ბრუნდება და თან მეგობრები მოჰყავს. ამან ნახეთ არაფერი არ ჭამა, აგერ ეყარა და ისევ უყრია. მე მოუშვებ, იმიტომ რომ ჩამოიღო იმან კარი. აჰა, მოდი. ნახე აქ ეტაკა იცის რომ ისჭამდა და იმიტომ ყვიროდა იმიტომ ადიოდა კედლებზე ბონის იმას ეტაკა თან მე მგონი ყუთიდან ამოხდა არ მოიტუქნა ცოტა ესე იყოს რა ვიცი თუ გინდა გარეთ ქენით როცა იქნები მაშინ აიწონე რა, სად გაიქცევა ან სასწორი, ან ცხიმი, მაგრამ ცხიმი უკვე ცოტა გაქვს, ქალბატონო. რომ გაიგო და შავრინცის მები ჯერემი და ჯერონიმო აუ გუშინ შევხვდა TikTok-ზე ერთი ბიჭი ისა დავინტერესდი რომ გამოვიწერე და ძალიან გულშემატკივრო -1,000,000 ლარი ვაწერია. თურმე ვალია ხალხო 1,000,000 ლარი.
და ანუ TikTok-ი გაკეთა თუ ამ სიტუაციიდან ამოვალო, საცოდაღობა იქნება, რომ ეს არ გავაზიარო. და მაგითო გაკეთა TikTok-ი, რომ სხვებს გავუძინოთ, როგორ ამოდის მაგ სიტუაციიდან. და ესე იგი, იმდენი კომენტარი და ხალხს იმხელა ვალები აქვს, იმხელა, რო აი არ ვიცი. მეც ძალიან მიყვარღარა ჩემო მზე და მდვარეო. ჩემო მზეო და ჩემო მზის თვალო. შენ ჩემი რომ გაიგო. და na 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 ჯერემი და ჯერონიმ აი საიდან ამყვა 2 დღეა ამ სიმღერას ღერი ვარ არ ვიცი გენაცვალე ვაიმე კატა ამ წუთად ნახე პროსტა რამდენი უყრია თავის საჭმე ნახე გაჩვენ სვაქთა იქ მიმოყრილი ისე ჭამა და კიდე საჭმეს ეძებს ხალხო კიდე საჭმეს ეძებს ეს ვინ არის კაცო ეს ვინ არის ეს ღორი ნახე მოცე ეს ღორი ეს ხოდა ისი ამბავი იმიტომ მოვყევი წეღარა ეთყობა ეს ქუჩაში რო იყო და მშიერი რო იყო სუჭამა იმიტომ უნდა თქო ხო აიმე ესე იგი სუ არ ჭამე ასვი მეტი არაფერი არ უნდა ამას შევჭამო ჯერემი დანერონიმო შენჯემი რომგა ეგო მოციქრა აი ამდენი გამოვიდა მაგას მასწავლე ამა შევჭამ საუზმე ერთ ცოტა ხანი დარჩა და მე იქამდე კიდე ამა შევჭამ დღეს არის 28 ძლივს ხალხო ამ ჩემი უფრთხილო თითებით ისე მივეჩვიე ძლივს და აი ესე ვეღარ დამიწერია კლავიატურაზე გეგონება ესე თითები მაქვს მოჭრილიო ეგეთი განცდა მაქვს და ვერ ხო შენჯამი რომ გაიგო ხოდა დელშვიდობისა ჩემო მუტკბილესებო ვერ ახდება კომენტარებში. ნახოთ.
ეთერი საყვარელ ნინი რაც მოინდა მე ყველაფერი გამოგივიდა დარწმუნება შენი მეცადინეობა და მონდომობა შენს სასულო შედეგს აუცილებლად გამოიღებს გისურვებ წარმატებებს ან საინტერესო მარათონში ეს საჩუქარი შენს თავს უნდა გაუკეთო გაიხარე და გაგვიხარე ყველა ვისაც შენი წარმატება უზომოდ გვიხარია აი მე ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელ ადამიანო სიცოცხლე და უღრმესი მადლობა წამ ეს ჩემია მოგიტანში კი სამი გინდა ეს თუ ყოსებას აი 1 2 3 ბალიში ხო აი ეს ნამდვილად იქნება საჩუქარი ჩემი თავისთვის და ყველას ძალიან დიდი მადლობა ვისაც გიხარიათ ჩემი რაღაცა კარგი და თან აი მე სულ ის ადამიანი ვარ ვისაც ცდილობდნენ რომ გააკეთე და მე აჩვენე და ადამიანთა უმეტესობა ასეც აკეთებს იმიტომ რომ ასე ნარჩუნდება სახე ანუ გულისხმობ წონაში კლება არის ძახიან სანამ არ დაიკლებენ რაღაც კილოგრამებს და მხოლოდ მე ამბობენ რომ აი მე წონაში ვიკლებდი იმიტომ რომ ადამიანებს ეშინიათ მარცხის ადამიანებს ეშინიათ რომ არ გამოუვათ და დასცინებენ ეშინიათ რომ ბადევს აღარ სცემენ და მე რამდენჯერ იყო რომ ვთქვი რომ აი ხა მე დავიკლებ და დავიწყე და ვერ გავაკეთე იმიტომ რომ სხვა პრობლემები მქონდა ცხოვრებაში, რომელიც რა თქმა უნდა ხელს მიშლიდა, რადგან რეალურად წონაში კლების დაწყებას პირველი 1-2 თვე ჭირდება ძალიან დიდი კონცენტრაცია. ხო, მე იყო ეს სწავლაზეც რამდენჯერმე ვთქვი რომ მინდა და აი ვერ დავიწყე თითქოს რაღაცნაირად არ იყო ამის დრო. ამჯერად რომ ყველაფერს ცხოვრებაში აქვს თავისი დრო. და ეხლა რაღაცნაირად ისეთ შეგვიხსნება მაქვს რომ ზუსტად ამისი დროა ჩემს ცხოვრებაში და რა ვიცი ძალიან ისეთია რა ძალიან ძვირფასია ძალიან მინდა იმ ყველაფერთან რასაც ვაკეთებ რეალურად ძალიან მღლის აი ძალიან მღლის ძლივს გავიღვიძე ამ გამაღვიძე დღეს 11-ის ნახევარზე აი ახლა უკვე 11-ია რავი ну, ისიც არის რომ გუშინ ღამე არ მეცინაზე სიერად და მაგის ბრალიც არის, მაგრამ ну, რა თქმა უნდა, ხა დამოტებით ხა სწავლა ძალიან ტვინი არის ორგანო, რომელიც ყველაზე მეტ კალორიას, ანუ ენერგიას მოიხმარს. ყოველდღიურად ახლა წარმენია, როცა ეს ტვინი მუშაობს სამსახურში, მუშაობს ბავშვთან, მუშაობს სახლში და მუშაობს კიდე მეცადინეობის თვალსაზრისითაც, ანუ სახში რო აი რა მოვამზადო და ეს შემდეგ ეს დაგეგმო ეს არ დაგავიწყდეს ეს გააკეთო ეს მოამზადო და პლუს რა თქმა უნდა მაგრამ იმდენად სასიამოვნოა იმდენად მომნატრებია იმდენად ჩემია და ისე მიხარია რომ რავი მადლობა ღმერთო თინათინ წარმატებების წავასში უნიჭიერესი ხარ და ჩააბარებები ტუნა უსაყვარესი გოგოა მიყვარ ხარ ძალიან მწუხვარ რომ ჯავახიშვილში ვერ ჩავაბარებ და თან აი რუსულში კიდე ვინმე ხალხო რუსულ ჩაგიბარებია ჩემი მაყურებლები და კი ბუსუყვარს გოგო ჭამს ანუ ვინმე ჩაგიბარებიათ რუსული იმიტომ ვკითხულობ რომ ანუ უამრავი ტესტები ანუ სასწავლო წიგნები ხა როგორც მე ვიყიდე ხო აი მაგალითად აი ესეთი ნახე ქართული არის ისტორია არის ქიმია არის ბიოლოგია არის გერმანული არის ინგლისური მაგრამ არ არის რუსული ანუ არ ვიცი რა საიდან უნდა ვისწავლო როგორ იმას ვქნა არ ვიცი რუსული ანუ სულ ისე გავიდე რომ საერთოდ არ მოვემზადე რუსულში აი რა გავაკეთო არ ვიცი მითხარით აბა მირჩიეთ ეხლა ალბათ არავინ არ აბარებს რუსულს ძალიან ცოტა აბარებს მაგრამ მე იმდანაც ცუდად ვიცი ინგლისური და ისე კარგად ვიცი რუსული ინგლისურთან შედარებით რომ ეხლა მე რო ინგლისურში დავიწყო მომზადება ძალიან დიდი სისულელე იქნება ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა ინგლისური ყველა ვარიანტში უნდა ვისწავლო იმიტომ რომ დამჭირდება თუნდაც როგორც ფსიქოლოგს ძალიან დამჭირდება რადგან ყველაზე უახლესი ინფორმაციები ყველაფერი ინგლისურ ენაზეა ბატონო გოგოს უყვარს გოგო ხო მაგრამ აი რა ვიცი არ ვიცი როგორ იმას ვქნა რა როგორ გავაკეთო ალბათ რამე წიგნი რაღაცა წიგნი ადრე მქონდა უნდა ვნახო კიდე მაგ თუ არა რომლითაც მე მოვემზადე იმაში რუსულში ჩასაბარებლად
ადრე და ისევ წიგნით მომიზადები. აბა რა ვქნა, არ ვიცი. ტესტების კრებულებიც კი ვერ ვნახე, რომელიც მოდის. საიტსაც კი არის. პლუს ჯავახიშვილს არა აქვს საერთოდ, რუსულს ვინც შეაბარებს, საერთოდ ვერ მოხდება ჯავახიშვილში. მერე ილიაუნიში ისტორიაზე მარტო 50 კაცი ხდება, ბიოლოგიით იღებენ. მე ბიოლოგია სკოლაში არ მივხვდები, რომ ყველაფერს 5 წელს სწავლობდი, ბიოლოგია არ მიყვარდა და ისტორია მიყვარდა, ყოველთვის ამიტომ გადავწყვიტე, რომ თან ბიოლოგიაში მყავს ადამიანი, რომელიც ამერო ვერ გავიგო და მეხმარება, მაგრამ ან რა ვიცი, არ მინდა რაღაცა ძალიან მეცნიერება, ბიოლოგია და ისტორია პირიქით. რავი. არ ვიცი. კიდე დღეს ვნახავ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება ზოგი ძალიან ძვირი ღირს და ეგენი გამორიცხულია, რა თქმა უნდა. ზოგი კიდე რავი. ოსოფონ ინდილამშვიდობის საწარმოებელ დღე მოკლედ, ეხლა ჩიზკეიქის რეცეპტი გაგვიმხილა. ხაჭო. ბერძნული იოგურტი. ქაღალდის ფანტელი. მანი. ერთი კვერცხი. გამოფხვერებელი. კიდე რა გავუკეთე? ჩაო. ეგა. შმიაკ და შეღარგდე ხა. და შაქრის შემცველი, რა თქმა უნდა. ვანილი და შაქრის შემცველი. ანუ ეს დაბალკალორიული რეცეპტები მითქვა, ძალიან სწრაფია ყველა. რამდენი ხელი ხანდა? ნუში. კატას უყვარს წენკი. ხონდა ეს რძე არ შეიძლება კატისთვის. დიდი კატა უყვარს. ხო, დიდი კატას უყვარს რძე. ოდო, მე გაიგე. რა გაიზრდება, ხო, მართალი ხარ. რა თქვენი ხარ? დუდუ უნდა. ქრისტიანა, დილამშვიდობისა, ჩემო კარგო, დილამშვიდობისა ძირფასო. ხო. დუდუ დაიო. ძუძუნა მოწავოს. ლელა, დღემშვიდობისანი წარმატებულ დღეს გისურვებ, მიყვარ ხარ, მადლობა ძირფასო. ესენი მოვიდა გუშინ. გავიტურნეს. ნუ ეს ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც ვყიდე. ეს ვიცი. შენ. ვაუ, რა მაგია, ეს ავასია. პროფესიებიცა. მოიცა ხო ჯერ ბლოგი გადავიღო და მე აგიხსნი როგორ უნდა გააკეთო და ინგლისური ამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მოდი ერთად ვისწავლოთ ამბანი. ინგლისური ამბანი. იცის კიდევაც ინგლისური ამბანი. ეს რას ვადე? აფარ. ეი, აფარ. ეს? ბო. ეს? კატა. ხოდა მოკლედ ნახეთ როგორ არის სიტყვებით. ესეთი ქართულიც უნდა უყიდო, არ იყო. უიმე. აი ქართული. ეს ხო ქართულია. აბა რატომ ახსოვდა ქართული არ იყო? მე ერთო ესეც წამა მიიღია და არ იყო მეთქი. სკლეროზი. აი სკლეროზი. აი თოი იქარი. აქ არიან შენი თოი. აჰა. ეს ამბანი უნდა ვისწავლოთ. ეს მერე მოიცა დამელოდე და მერე გაჩვენებ როგორ. ოკეი? მე რო ვიდეოს მოვრჩები, მერე ვიმეცადინებ. ნელა.
მინდა რომ რაღაცა დონეზე ყოველ დღე მივცეთ სახე მე და ევა. ხო და მოკლედ რას მომოვდი და მოვიწყე რა თქმა უნდა. მშვიდობიანი დღეს საყვარელო. ასევე ძირფასო ციცი წარმატებები ჩემო საყვარელოში ყველაფერს მიაღწევ და გამოგივა ჩემი ჭკვიანი და გონიერი გოგო ხარ. მადლობა ძირფასო. ნინგადი და მშვიდობისა საყვარელო ნინი ყველანაირად ოჩაღი ხარ. ევა მომიკითხე აუცილებლად. მარიამი ნიშნაკის მოსშრებილება თემდა რომ გამოიძე კმაყოფილი ხარ რომ დაგილინკო შემი და მილინკო შეგიძლიაო. კი ჩავაგდებ, მაგრამ აქ ლინკებს შლის YouTube. აი თეთრი როა ეგ მაქვს. დავდებ ლინკს რა ვიცი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რავი, რამდენი ხანია მაქვს და შვენივრად მუშაობს და მე ხო პროფესიონალურად არ მიხმარია, მე მარტო ჩემს ერთ ადამიანზე ვხმარობ, თვეში ერთხელ ან ორჯერ. ორ კვირაში ერთხელ ვიკეთებდი ხოლმე. ხო და რა ვიბა? კმაყოფილი ვარ, მაგრამ ალბათ ჩემი კმაყოფილება საკმარისი არ არის, ალბათ აი მასტერი უნდა იყოს კმაყოფილი რა. ვისაც ბევრი ხალხი ყავს, რომ აი გამძლეა ის იტყვის. მე არ ვარ დასაჯერებელი, მაგ მხრივ. მილამაც ბიჭხილები როგორ მომენადა რა. ხოდა მოკლედ ასე შემოძვირფასებო. ყავაში რას ისხავ? შაქრის შემცვლელს. მაგრამ მილამაც როგორ ხარ მომენადა. ასობო ერთი შენ ბლოკში ჩამაჭრით, აი ისეთ დეტალად წერ ყველაფერს რომ დიდი ინტერესი იწვევს, აი მე არ გინდა. აი არ გინდა რომ ჩემს დროუში ჩაგაჭრიყა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაგ ხელისველი, როცა მაგალითად გავრეცხე იქ ჭარხალის ტაფილოკომ და ამ სველი ხელი წერ მე ეს დროულები ასეა და გორგლილი, მე ბულგწიც და ეგრევე. საშილად აი ვაფშე ვერაფერს ვერ გაიგებს ადამიანი ჩემს გარდა. ან ისეთი ვინც წლებია ითვლის კალორიებს გაიგებს, მაგრამ რავი სასიამოვნო სანახავი არ დაგხვდება. რაც საყვარელი ხარ. ნინი და мотиваცია მოგცე უფრო მეტად და გითხრა რომ მყავს ორი შვილი 8 და 7 წლის. დილის 10 და 30-დან 6 საათამდე ვმუშაობ ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდაპირ სახლში დაბრუნებული ვამეცადინებ ბავშვებს ვაკეთებ სახლის საქმეებს და პარალელურად დავიწყე ინგლისურის სწავლა მეცადინეობ. თითქმის ყოველ დღე ყველაფერს შეძლებ მჯერა. დღის სწორი გადანაწილება, მონდომება და ყველაფერს შეძლებ წინსვლა და წარმატებები. მადლობა ჩემო ძვირფასო, რა თქმა უნდა, ეხლა მე სახლიდან ვმუშაობ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ ვმუშაობ, მე 2 სამსახურში ვმუშაობ. ხშირად ჩანს ხოლმე ისე, რომ სახლიდან რო ადამიანი მუშაობს, ის უსაქმურია, მაგრამ მასე ნამდვილად არ არის, დრო ჭირდება ვიდეოს გადაღებას, დრო ჭირდება ვიდეოს დამონტაჟებას, ერთი ვიდეო კიდე საერთოდ არაფერში არ კმარა. და 2 და 3 ვიდეოს კიდე 2ჯერ და 3ჯერ მეტი დრო ჭირდება, ენერგია ჭირდება და დილის 10-დან საღამოს 6-მდე სამუშაოზე გაცილებით მეტია, იმიტომ რომ შაბათ-კვირასაც არ ისვენებ, ახალ წელსაც არ ისვენებ, დღესასწაულებსაც არ ისვენებ, როცა შვებულებაში მიდიხარ, მაშინაც არ ისვენებ, ანუ ეს არის ისეთ სამუშაო, როგორც არის დედობა მაგალითად 24/7-ზე და ძალიან დაუფასებელი თან. პლუს ამას მარათონი, სადაც აქ ყოველ დღე საჭირო ჩართულობა, ერთად ყოფნა, мотиваცია და ეს არის და გაღვიძებიდან წუხელ მორჩით, აი რავი 12-ს იყო გაცელილი უკვე, ანუ ახალი დღე ერთად დავიწყეთ გოგოებმა, ანუ აი ეგეთი სამუშაოა და პლუს 3 შვილი მყავს მე, სხვათა შორის, აქედან 2 აბიტურიენტია. ეს რომელიც აუცილებლად უნდა ვეკონტაქტო, ამასთან გავატარო დრო, ანუ მარტო ის რომ სახლში ვარ, რა თქმა უნდა არ კმარა, ხარისხიანი დროც უნდა გავატაროთ ერთად, მე გარეთ მივდივარ, ვსეირნოთ, სადღაც 1:30, 2 საათი ამაში გადის, მე რომ მოვდივართ,
საკმაოდ დაღლილობის შეგრძნება, ცოტა უნდა დაისვენო კიდეც პლუს ფიზიკური აქტივობა მაქვს ყოველ დღე 10-12,000 ნაბიჯი, პლუს კალორიებს ვითვლი და დამიჯერე რომ ინგლისურის სწავლაზე უფრო ანუ რაღაცა ერთი საგნის სწავლაზე, რომელსაც გამოცდა წინ არ გელოდება, უფრო სტრესულია და იმხელა მასალა რო ნახო ეხა ქართულში და ისტორიაში მაგალითად რო რა ვიცი და იმაზეც ნერვიულობ რომ რუსული ვერ იმაშვები რუსულს რა. ამიტომ ჩემო საყვარელო მე მგონი мотивაციად უფრო გამოვდგე. იმიტომ რომ შეიძლება შენ თვალი დანახული მე არ მუშაობ და სახლში ვზივარ, მაგრამ რეალურად მე ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. და მიუხედავად მაგისა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებ. და რა თქმა უნდა, ყველას შრომა და მონდომება დასაფასებელია. შენი, ჩემი, ვინც ჩვენზე ნაკლებს აკეთებს, ვინც ჩვენზე მეტს აკეთებს, ყველა ადამიანის, იმიტომ რომ ყველა რა თქმა უნდა თავისი ტემპით მიდის. ირინა, ნინიკო. არ ვიკითხე მგონი. ვინ დავიკითხე ყველა კომენტარი ძალიან მიყვარხართ ჩემოთკბილებო. ზეგადაისხა ქალბატონო. გესურვებთ კარგ დღეს, ყველაფერს საუკეთესოს მიყვარხართ ძალიან. გავწნით, გეხვევით და დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ეხლა მე გავაკეთებ ვიდეოებს წინა დღეების ფრაგმენტებით. შეჭამე და ზეგადაისხი. შენ დალიერზე ეხლა ამას ელოდება, კარგი, გაგოცდება.